21 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილება 0.5 მიასედი თეთრი შეადგინა და 1 დოლარის ღირებულება 2 ლარი და 77 თეთრი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.53 მიასედი თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3 ლარი გახდა. 0.37 მიასედი თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან, რომლის ფასი 3 ლარი და 58 თეთრი გახდა. ლარის მიმართებით თურქული ლირას კურსმა 7 ლარი და 30 თეთრი შეადგინა. ლარის ბოლოდროინდელი გამყარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სავალუტო შემოდინებებია. ამის შესახებ TBC კაპიტალის ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში აღნიშნული. მიმოხილვაში ლარის კურსის ცვლილების კონტექსტში ასევე ხაზგასმულია გლობალურ ბაზარზე დოლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაც. თებერვალში წლიურად TBC ბანკის არხებით უნაღდო დანახარჯები გაიზარდა. TBC კაპიტალის განახლებული მიმოხილვით წინა თვეში დასვენების სექტორში, კერძოდ კი სასტუმროებში მომხმარებლების დანახარჯები 13%-ით გაიზარდა რაც არარეზიდენტების გაზრდილი დანახარჯებით იყო განპირობებული. სასტუმროებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი დაახლოებით 2-ჯერ აღემატება რეზიდენტების საშუალო დანახარჯს. რაც შეეხება რესტორნებს, უნაღდო დანახარჯები მიმდინარე წლის თებერვალში 36%-ით გაიზარდა წლიურად. ამავე პერიოდში რესტორნებში არარეზიდენტების საშუალო ხარჯვა დაახლოებით 4-ჯერ აღემატება რეზიდენტების მაჩვენებელს. მომხმარებლებმა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 2025 წლის თებერვალში გასულ წელთან შედარებით 15%-ით მეტი დახარჯეს. გასასმელია არარეზიდენტების დანახარჯების საგრძნობი 58%-იანი ზრდა, თუმცა ჯამურ დანახარჯებზე მათი გავლენა სექტორის მცირე წილის გამო დაბალია. ამავე დროს საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, რომ ხანგრძლივი მოხმარების იმპორტულ საქონელზე ხარჯებში შენელება თებერვალში შეინიშნება და ერთჯერადი ფაქტორების გამორიცხვით მცირდება იმპორტიც. შესუსტებული ერთობლივი მოთხოვნა ერთი მხრივ ეკონომიკური ზრდისთვის უარყოფითი ფაქტორია, თუმცა მეორე მხრივ ნაკლები იმპორტისა და შესაბამისად ნაკლები სავალუტო გადინების არხით ლარის გამყარებას ხელს უწყობს, აღნიშნავენ საინვესტიციო ბანკში. TBC კაპიტალში ასევე აღნიშნავენ, რომ იანვარში უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა შედარებით შესუსტდა, რაც შინა მეურნეობების და იურიდიული პირების მხრიდან ვალუტის წმინდა შესყიდვის კლებასა და დეპოზიტების კონვერტაციის ტემპის შენელებაში გამოიხატა. სავალუტო რეზერვების შევსების მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ბაზარზე უცხოური ვალუტის შესაძლო ჭარბი მიწოდება უფრო საერთაშორისო რეზერვების შევსებაში, ვიდრე ლარის გამყარებაში აისახება, წერია მიმოხილვაში. 2024 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 91 მილიარდ 891 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 13.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქსტატის მონაცემებით გასულ წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 9.4% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დაგმობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი 15.2%-იანი წილი, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 9.9%. შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა 9.3%, მშენებლობა 8.4%. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფორმაციის და კომუნიკაციის დარგმა. ეს სექტორი შარშან 24.3%-ით გაიზარდა, ზრდის ტემპით კი პირველ ადგილზე განათლების სექტორი იყო, რომელიც გასულ წელს 29.1%-ით გაიზარდა. ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით საბანკო სექტორსა და მცირე და საშუალო ბიზნესებს შორის შეხვედრა შედგა. TBC-სა და პროკრედიტ ბანკის წარმომადგენლებმა კერძო სექტორთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი მსგავსი პლატფორმის მნიშვნელობას ხაზს უსვამს განსაკუთრებით ახლა, როცა ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, ბიზნესის მდგრადი განვითარება კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კარგად მოგიხსენებათ, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისი ძალიან ესეთი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ სვავს ზოგადად ბიზნესის მდგრადობას. აქედან გამომდინარე, ბიზნეს წინასწარ ჭირდება ჩვენ ესეთ იმას ვაკეთებთ ინიცირებას, რომ ისინი რაღაც ერთგვარი მზაობა კონდეთ საბანკო სექტორთან თანამშრომლობის, თუ საჭირო იქნება საბანკო სექტორი დაეხმარება იგივე თუნდაც ვალების რესტრუქტურიზაციის და ასე შემდეგ სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში. ბანკები ადასტურებენ, რომ სექტორი, რომელსაც საფინანსო ინსტიტუტები შედარებით ფრთხილად უყურებენ, სამშენებლო დეველოპერული სექტორია. ბოლო წლებში ბანკების მაღალი კონცენტრაცია და ტრანზაქციების შემცირება. ეს ის მთავარი მიზეზებია, რის გამოც მსხვილი ბანკები ამ სექტორში ახალი პროექტების დაფინანსებისგან თავს იკავებენ. ბოლო წლების განმავლობაში ფაქტობრივად ყველაზე დიდი ზრდა ამ სექტორზე მოდიოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ
გარკვეულმა და დიდმა ბანკების მე როგორც ვიცი კონცენტრაციის დონე საკმაოდ მაღალი იყო და შესაბამისად მოხდა გარკვეული ტიპის ახალი პროექტების დაფინანსების შედარებით სიფრთხილით შეფასება, რამაც განაპირობა ავტომატურად, რომ განაცხადების რაოდენობა აი ამ პროექტებისა ჩვენს ბანკში გაიზარდა. რაც ჩვენ მოგწევს იმის საშუალება, რომ ასე ვთქვათ, დაფინანსება ამ მიმართულებითაც უფრო მეტად განხორციელებდა ვინმე მათამდე. საფინანსო ინსტიტუტები TBC-სა და პროგრედიტის სახით აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით მათი მოლოდინები არ არის ნეგატიური, თუმცა ზომიერად გააგრძელებენ ეკონომიკური სექტორების, მათ შორის სოფლის მეურნეობის დაკრედიტებას და ამ მხრივ რაიმე შეზღუდვა საფინანსო სექტორს არ აქვს. სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით დაუსმენ ნამდვილად კითხვა, რადგან ჩვენი კომპანიის კლიენტები არიან სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერები და მნიშვნელოვანია, რომ ის სექტორი ვითარდებოდეს, ჩვენი კომპანიისთვის ეს არის მნიშვნელოვანი. როგორც გვითხრეს ბანკებმა, ესეთი რამე არ არის მოსალოდნელი, პირიქით ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობის დაკრედიტების მიმართ მათი აპეტიტი არ მცირდება და კიდევ უფრო მეტად დააკომპლექტებენ. სამასპინძელ სექტორი თვლის, რომ ცუდი სეზონის შემთხვევაში ბიზნესს საგადასახადო კუთხით ხელშეწყობა დასჭირდება. ამიტომ ამაზე სახელმწიფო და საბანკო სექტორი წინასწარ უნდა იყოს მზად. რესტორნებში წინა თვეებისგან განსხვავებით მარტში შედარებით გამოცოცხლება, თუმცა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი თვლის, რომ დეკემბრის მსგავსად თუ ბიზნესმა საბიუჯეტო გადასახადები მომდევნო თვეებშიც ვერ გადაიხადა, ამისთვის სამოქმედო გეგმა დღეს უნდა არსებობდეს. უნდა მოხდეს ეხლა, რომ მზადება მოხდეს აპრილი-მაისის ცუდი სიტუაციისთვის მომზადება. ეს არის შესამუშავებელი რაღაცას ქმედებები, ახლა მე ხა პირდაპირ რეცეპტებს აქ ვერ წავიკითხებ, ხო? მაგრამ ის ტვირთები, რომლებიც არის საგადასახადოდან თუ ბანკებიდან თუ კიდე სხვა რაღაცა ხელშემწყობი პირობები უნდა გაკეთდეს. როდესაც რაღაცა რთული სიტუაცია, შენ ყველა პატარა ესეთი ბარიერი გიშლის ხელს. ეს ბარიერები უნდა მაქსიმალურად შემცირდეს, ხო? გადასახადის გადახდა არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პატარა ბარიერი, რომელიც კი შენ სახელმწიფოს აფინანსებ ამით, მაგრამ ჩვენ მაგალითად დეკემბერში ვერ გადავიხადეთ დერეგი და მომიწია განცხადების დაწერა, რომ გთხოვთ გადამივადოთ დერეგი. ვერ გადავიხადე იჯარა. როგორც ირკვევა, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ნეგატიური გავლენების დასაბალანსებლად სახელმწიფო ახალ პროგრამაზე მუშაობს. დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, რომ სახელმწიფო სააგენტო აწარმოებს საქართველოში უახლოეს მომავალში ბიზნეს ესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამას აამოქმედებს. თუ არ ვიქნებით სტაბილური ქვეყანა, არ იქნება ინვესტიცია. ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ვერ იხსენებს ბოლო წლების განმავლობაში მსხვილი ინვესტორს, რომელიც საქართველოში დიდი ინვესტიციით შემოვიდა. BMG-სთან საუბრისას ძვია ჭუმბურიძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკურად არასტაბილურ გარემოში ეკონომიკა ვერ ვითარდება და პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შემოდინებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე შექმნილი გაურკვევლობიდან გამომდინარე, დასავლელი პარტნიორების შესრულულ გაწყობებზე საუბრობს კომპანია ნუტრიმაქსის მმართველი პარტნიორიც. 2024 და 2025 მე ვერ ვიხსენებ ვერც ერთ დიდ ინვესტორს, რომელიც საქართველოში შემოვიდა რაიმე დიდი ინვესტიციით და პრაქტიკულად ჩათვალეთ, რომ ასევე პირდაპირ ინვესტიციები დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არ ვიქნები სტაბილური ქვეყანა, აი ჩვენი ლოზუნგის არ იქნება ინვესტიცია, გამოვრიცხოთ ეს ყველაფერი რაღაც მითოლოგიიდან არის, რომ ვიღაცა ჩამოვა 6 მილიარდს ჩადებს, არც ერთი ქვეყანა, მათ შორის არაბული ქვეყნები, ნახეთ, რომელთა და ეს კარგად ჩანს, სხვათა შორის ამერიკულ, უკრაინულ და რუსულ მოლაპარაკებებში, ნახეთ, ის არაბული ქვეყნები ძალიან მნიშვნელოვნად აქცევენ ყურადღებას, თუ რა ურთიერთობა გაქვს შენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ევროპულ განზომილებასთან, იმიტომ რომ ყველაზე დიდი პარტნიორები ყველასთვის, ჩინეთისთვის, არაბული სამყაროსთვის და სხვა დიდი ეკონომიკური მოთამაშეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დაცული ბაზარი საინვესტიციოთაც არის ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის სივრცე, ანუ ევროპული სივრცე. აი ამ მოვლენების გამო გაჩერდა ჩვენი ერთობლივი ინვესტიცია ჩვენს დასავლეთ ევროპულ პარტნიორთან და მიზეზი იყო აი ეს სიტუაციები, რაც არის, იმიტომ რომ რაც არის ქვეყანაში. იმიტომ რომ დასავლელი კომპანიებისთვის ჩვენ საქართველოს შეიძლება ვიყოთ საინტერესო იმ შემთხვევაში, თუ აქ იქნება კარგი გარემო.
რაც სამწუხაროდ ჯერჯერობით, ყველა თანხმდებით, რომ ეს გარემო რაღაც ცვლილებას საჭიროებს. არასტაბილური გარემო ინვესტორების და ბიზნესის განწყობაზე გავლენას ახდენს. ამის შესახებ პროკრედიტ ბანკი საქართველოში აცხადებენ. ბანკის გენერალური დირექტორის ალექსი მატუას თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესში ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებების გადავადება შეინიშნება, რაც თავის მხრივ საბანკო სექტორში დაკრედიტების ტემპზე აისახება. ჩვენ შემთხვევაში დაკრედიტების ზრდის ტემპი იგივე არაა, შედარებით უფრო შენელებულია, რაც ბიზნესის გადაწყვეტილებებითაა განპირობებული, განაცხადა ალექსი მატუამ. მისი თქმით, თუ კი მომდევნო პერიოდში ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდება, შესაძლოა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოუწიოს. მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტში არსებული პროექტების რეალიზება და ფინანსების კუთხით გადაწყვეტილებების კუთხით მიმდინარეობს აქტიურად. ახალი პროექტების რაოდენობა რაც იყო, დაუშვათ კრიზისამდე, ესე ვთქვათ, კრიზისამდე ან რო ვთქვათ, გათხოვებით ტურბულენტობამდე და მაგის შემდეგ, მან ცოტა შენელებული არის. თუმცა საერთოდ რო არ იყოს ესეთი სიტუაცია არ არის, უფრო არის ესეთი მიდგომა, რომ მოდი ცოტა ხანი დაველოდები და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ანუ რადიკალური უარყოფითი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ არც ის არ არის, რომ უცებ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ეხლავე განვახორციელო, დავარეალიზო დაუშვათ პროექტი. თუმცა ჯამურად რო შევხედოთ, ესე ვთქვათ, აკრედიტებასაც რო შევხედოთ, პირველ იგივე მაჩვენებლები არ გვაქვს, რა თქმა უნდა, რაც წინა წელს ჰქონდა, შედარებით უფრო შენელებული არის ეს მიმართულება, რაც განპირობებულია ბიზნეს გადაწყვეტილებები. ეკონომიკური აქტივობა თუ ოდნავ შემცირდა, ალბათ აუცილებელი იქნება განაკვეთის, ესე ვთქვათ, შემცირების მოლოდინი გქონდეს. რაც შეეხება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების განწყობას, ალექსი მატუა ამბობს, რომ მიუხედავად არსებული გაურკვევლობისა, საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში პროექტების დაფინანსების მზაობას კვლავ გამოთქვამენ, თუმცა მისი თქმით, მათ შორის გაზრდილი რისკიანობიდან გამომდინარე, მოზრდილი სახსრების ფასი გაზრდილია. მისივე თქმით, გლობალურად საკრედიტო რესურსების გაიაფება შეინიშნება, თუმცა ეს ჯერჯერობით საქართველოზე არ აისახება. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გამოთქვამენ მზად ყოფნას, რომ გააგრძელონ კერძო სექტორის დაფინანსება. ანუ ეს ცალსახა მესიჯი ყოველ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ, რომ ამ კუთხით მიუხედავად ასე ვთქვათ სიტუაციისა, განსაკუთრებით ევროპული საფინანსო ინსტიტუტები მზადყოფას გამოთქვამენ, რომ ჩვენი ესე ვთქვათ აქტივობის შემთხვევაში მხარდაჭერა რომ იყოს მაგათი მხრიდან. რაც შეეხება ფასი ზოგადად გაზრდილი არის, იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში თქვენ იცით, რომ ფასები გაიზარდა ფულზე, ეხა უფრო შედარებით მსოფლიოში ტენდენცია დაიწყო შემცირების, თუმცა ეს ჩვენზე ჯერ ასახვას ვერ პოვეს, იმიტომ რომ მაინც სხვა სიტუაცია გვაქვს, ჩვენ ქვეყნის რისკი მაინც მაღალია. ტექსტილის დარგში კრიზისია, პროდუქტის ექსპორტი მცირდება, ადგილობრივი სამკერვალოები კი იხურება. 2025 წლის პირველ ორ თვეში საქართველოში შეკერილი ტექსტილის ნაწარმის ექსპორტი 12%-ით შემცირდა და 25.4 მილიონი დოლარი შეადგინა. რიცხვები მიუთითებს, რომ წლების წინ საერთაშორისო ბრენდებისგან პარტნიორობის ინტერესი ახლა შემცირებულია. სფეროს წარმომადგენლების ინფორმაციით მიზეზებს შორის მნიშვნელოვანი გაზრდილი ხარჯებია. მომსახურების თვითღირებულება გაიზარდა, დამკვეთებმა კი ხარჯის მატების ნაცვლად უფრო იაფად მომუშავე პარტნიორების ძებნა დაიწყეს. ბოლო დროს თვითონ მათ უცხოელებაში ამცირეს ის შემოთავაზება იმ ხარჯების, რაც უნდა გასწიონ ანალოგიური რაიმე პროდუქციის შესაკერად. და გამომდინარე აქედან უკვე ჩვენთანაც ბერმა საწარმომ უარი განაცხადა მათთან ურთიერთობაზე და 1-2 საწარმო დაიხურა, ბევრი შემცირდა. 200-300 თანამშრომლიდან ჩამოვიდნენ 70-80 თანამშრომელზე. ბაზარზე არსებულ პრობლემებს საწარმოების ნაწილი ვეღარ უმკლავდება და იხურებიან. კრიზისის დაძლევა განსაკუთრებით რთული უცხოური კომპანიების შეკვეთებზე დამოკიდებული მცირე ზომის კომპანიებისთვის აღმოჩნდა. ეს ინდუსტრია არის ის, სადაც არც ერთი ნედლეული არ იწარმოება საქართველოში და არის სრულად იმპორტზე დამოკიდებული. ვალუტის მკვეთრი ცვლილება, გაძვირებული 6%-ით პროდუქტი, დამკვეთი, რომელიც წლების განმავლობაში ან ბოლო პერიოდის განმავლობაში ფიქსირებულ თანხად ყიდულობს კონკრეტულ პროდუქტს, მას უჭირს გაძვირებული პროდუქტის გადახდა, მცირდება შეკვეთები, მცირდება მომხმარებლები და აქ ლავირება ბიზნესს ძალიან უჭირს. და გადაწყვეტილება ყველაზე მარტივი არის, რომ დახურო წარმოება და ეძებო სხვა ალტერნატიული გზა.
ხელფასები 40%-ით გაზარდეს უნიფორმების მწარმოებელ სამკერვალო უნის სტილში. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ უცხოური დამკვეთებისთვის საქართველოს მიმზიდველი იაფი მუშახელის გამო იყო. შეცვლილმა რეალობამ სამკერვალო ბიზნეს ადგილობრივ ბაზარზე გადაწყობა აიძულა, რაც ნაკლებ შემოსავლიანია. ეს სფერო ძალიან ყვაოდა და ძალიან სამწუხაროა, რომ საერთოდაც აღარ ყვავის. უკვე გვიწევს თვიდან თვამდე თავი როგორ გავიტანოთ არ ვიცით. და მიუხედავად ამ ყველაფრისა ხოლმეობით, ვინც დავჭით ამ ბაზარზე, ყველაფერს ვიკლებთ, რომ სახელფასო მარჟა აგვეციათ. უცხოელები, რომელიც ფაქტიურად იაფ მუშახელზე იყო ყველაფერი გათვლილი, ჩამოხდათ იცით დაჭრილი ყველაფერი თავის მასალად საფი, ანუ ერთადერთი ჩვენი მხრიდან სჭირდებოდათ ზუსტად შეკერვის მომსახურება და ზუსტად ეს შეკერვის მომსახურება გაიზარდა 35-40%-ით. ამიტომ რა თქმა უნდა ისინი დაინტერესებულები აღარ არიან მუშაობთ, რომ რადგან ადგილობრივ სეგმენტზე გავაკეთეთ კიდევ უფრო მეტი გაცვლა, რადგან მოგვაკლდა ეს უცხოური შეკვეთები. ნელა-ნელა როგორც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და წევთ ხელფასებს მაღლა, ისე ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და ცოტა-ცოტა უზრდით შემკვეთებს აქაურ შემკვეთებს ნელა-ნელა ფასებს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ლოიალურად უდგებიან ამ საკითხს. ბიზნესისთვის დამატებით პრობლემას პოლიტიკური არასტაბილურობაც ქმნის. ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციას პოლიტიკური ტურბულენტობაც ართულებს. ამბობენ, რომ დამკვეთები პროცესებს აკვირდებიან და გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ. ძალიან ბევრი სახელმწიფო აქეთ აღარ იყურება ჩვენსკენ. ეს რაღაცა პოლიტიკის მიმართულებას ვიძახი რა. თორე ისი ახლა ჩვენ გვაქვს ახლა რაღაც ჩვენ შევკვეთებთან ძველებთანაც გვაქვს ურთიერთობა, საუბრობთ ერთმანეთთან, მაგრამ ყველა იმას იძახის, რომ მოიცადეთ ცოტა ხანი, მოითმინეთ ცოტა ხანი, არ ვიცი ახლა მოთმინება რამდენხანს გაგრძელდება. უცხოელებისთვის და ზოგადად ყველა ესეთი ტიპი ადამიანებისთვის და კომპანიებისთვის ნომერ პირველი არის ჯერ სტაბილურობა, ნომერ მეორე არის მერე უკვე ფასი და მუშახელი. ერთი წელი ისე შესრულდა, რომ კითხვის დონეზეც აღარ ინტერესდებიან, იმიტომ რომ სიტუაცია იციან და რომ ფასმა და აკმაყოფილონ ეშინიათ ცოტა აი ამ არასტაბილური სიტუაციის გამო. 2024 წელს ექსპორტზე ჯამურად 160 მილიონი დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახეობის ტანსაცმელი გავიდა. 2022 წელს კი ექსპორტი 165 მილიონი დოლარი იყო. გასულ წელს საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტის მთავარი დანიშნულების ქვეყანა თურქეთი იყო, სადაც 118 მილიონი დოლარის ღირებულების ტანსაცმელი გაიყიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 74%-ია. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით გურის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2.579.440 ლარი გამოიყო. გამოყოფილი თანხა გურის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე გადადაწილდება. განკარგულების თანახმად სტიქიის შედეგებით სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 1.028.062 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს 794.960 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 546.018 ლარი გამოეყოფა. მთავრობამ აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა დაამტკიცა. 17 მარტის დადგენილებით წესრიგდება საქმიანობა აკვაკულტურისთვის გამოყოფილ როგორც თევზის, ისე მოლუსკების ზონებისთვის. დადგენილების დანართით საქართველოს მოწოდებულია განავითაროს მდგრადი საზღვაო აკვაკულტურის ინდუსტრია და ამ ამოცანის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო გამოცდილებასა და სტანდარტებზე დაყრდნობით უზრუნველყოს შავ ზღვაში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონების ფუნქციონირება. გეგმის მიზანია გარემოზე ზემოქმედების რისკების იდენტიფიცირება, მართვა და შერბილება, რომელიც დაკავშირებულია აკვაკულტურასთან. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეორგანიზაცია გამოცხადდა. შესაბამისი ბრძანება ბაგა-ბაღებს უკვე დაეგზავნათ. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში BMG-სთან განმარტავენ, რომ ამის მიზეზი თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაცია. რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება ბაღის თანამშრომლებმა, მათ შორის აღზრდელებმა მიიღეს. გამოცემამ გაავრცელა შესაბამისი ბრძანებაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბაღების თანამშრომლებს მოსალოდნელი ორგანიზაციული და საკადროს ცვლილებების თაობაზე ეცნობა. ეცნობას AIP თბილისის ნომერ საბავშვო ბაგა-ბაღის ყველა თანამშრომელს ორგანიზაციული ცვლილების დაწყების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ სტრუქტურული ერთეულების გარდაქმნასთან და შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირებასთან გაზრდასთან დაკავშირებით წერია ბრძანებაში. იანვარ-თებერვალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით თბილისში პარკინგების ჯარიმები 52%-ით შემცირდა. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების კონსოლიდაციის გარეშე
მიხედვით 2025 წლის 2 თვეში არასწორი პარკირებისთვის 1,416,079 ლარის ჯარიმა დაიწერა. 2024 წლის იანვარ-თებერვალში 2,931,627 ლარის. შემცირებულია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით წელს იანვარ-თებერვალში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 24,704,829 ლარი შევიდა. წინა წლის იგივე პერიოდში 34,506,121 ლარი იყო. წელს იანვარ-თებერვალში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 227,462 ლარი შეადგინა, რაც 58,4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით 2024 წლის იანვარ-თებერვალში აღნიშნულისთვის 547,100 ლარის ჯარიმა დაიწერა. ამასთან წელს 2 თვეში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით შემცირებულია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული მოსავალიც. მონაცემების მიხედვით აღნიშნულიდან წელს იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში 43,505,521 ლარი შევიდა. 2024 წლის იგივე პერიოდში 61,8,291 ლარი. თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოთ მგზავრობაზე 20 ლარიანი ჯარიმა მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი 40 ლარი. სანაპიროს ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე Silk Road ჯგუფთან დაკავშირებული კომპანია შეპესე საქანელა მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა თბილისის საკრებულომ 2022 წლის 18 მარტს დაამტკიცა. გასულ წელს კი კომპანია შეპესე საქანელა დეველოპმენტის მიმართვის საფუძველზე განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილებები შევიდა, რითაც ფართობი და სხვადასხვა პარამეტრი გაიზარდა. სამეწარმეო ამონაწერის თანახმად შეპესე საქანელა დეველოპმენტს შეპესე Silk Royal Estate ფლობს, რომლის 95%-საც შეპესე Silk Road Group Holdings ეკუთვნის. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ჯავახიშვილის აღმართსა და სანაპიროს ქუჩას შორის საქანელოს ქუჩის მიმდებარედ ზვიად გამსახურდია სანაპირო ნომერ 12-ში. თავდაპირველად საპროექტო ტერიტორია 20,860 კვადრატული მეტრი იყო, რაც შემდგომ 2,000 კვადრატულ მეტრზე მეტით გაიზარდა. შეცვლილია შენობების რაოდენობა და გაიზარდა მათი სართულები. არსებული პროექტით საერთო ჯამში ტერიტორიაზე 7 შენობა აშენდება. მრავალფუნქციური კომპლექსში განთავსდება საოფისე, საცხოვრებელი, კომერციული და დამხმარე ფუნქციის მქონე ფართები, პარკინგი და სარეკრეაციო სივრცე. მაქსიმალური სიმაღლის შენობა 31 სართული იქნება. Dow Georgia განაგრძობს ინვესტირებას ინფრასტრუქტურულ პროექტებში. კერძოდ, კომპანიამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ტერმინალის და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში 5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით გამგზავრების ტერმინალში, კერძოდ საპასპორტო კონტროლის ზონაში. აქ ფართობი 61%-ით გაიზარდა და 700 კვადრატულ მეტრს მიაღწია. ასევე გაიზარდა საპასპორტო გამშვები პუნქტების რაოდენობა 18-დან 26-მდე, რაც 44%-იან მატებას ნიშნავს. გაიზარდა პრაიმ კლასის ლაუნჯის ფართობი 84%-ით. აეროპორტის სერვისს დაემატა სწრაფი გასასვლელი, ეგრეთ წოდებული fast track-ი, რაც მგზავრს საშუალებას აძლევს უსწრაფესად გაიაროს როგორც უსაფრთხოების შემოწმება, ასევე საპასპორტო კონტროლის ზონა. ასევე მინდა აღვნიშნო, მგზავრის კომფორტისთვის და აეროპორტის ოპერაციული პროცესების გასაუმჯობესებლად გამგზავრების ტერმინალში სრულად განახლდა როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ლიფტები. გზავრთნაკადის ზრდასთან ერთად საჭიროა ინფრასტრუქტურა იყოს მუდმივ რეჟიმში გამართული, იმისათვის, რომ უზრუნველყოფდეს როგორც გზავრისთვის კომფორტს, ასევე აეროპორტის ოპერაციული პროცესების მოქნილობას. ბოლო 1 წლის განმავლობაში თბილისის აეროპორტში ჰქონდა პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო ჩვენთვის ყველასთვის ვფიქრობ სასიამოვნო პერიოდი. გულისხმობ ჩვენი ეროვნული ნაკრების, საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე, რამაც ბუნებრივია შექმნა აეროპორტების სერვისებზე დამატებითი მოთხოვნა.
რაც ოპერირებისთვის თავისთავად დამატებითი გამოწვევაა. ამ გამოწვევაზე ჩვენი ტავ-ჯორჯიას გუნდი მუდმივ რეჟიმში ადაპტირდება. თუნდაც მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო, გასულ წელთან შედარებით ბევრად მეტი საპარკინგე ადგილი შევქმნით. რისი მაგალითიც არის, თუნდაც თქვენ აქ ხედავთ ახალი საპარკინგე სივრცე მთლიანობაში 4200 კვადრატულ მეტრზე არის გათვლილი და დამატებით 126 საპარკინგე ადგილს მოიცავს. მთლიანობაში დღეს მდგომარეობით თბილისის აეროპორტის მიმდებარედ 1100 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე ადგილი გვაქვს. დამატებით ასევე სამგზავრო ტერმინალის წინ 7700 კვადრატულ მეტრზე მოეწყო საავტომობილო გზის ნაწილზე ხელოვნური საფარი, რაც თავისთავად მგზავრისთვის დამატებითი კომფორტია. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მოფრენით ტერმინალის საიმიგრაციო ზონაში. 36%-ით 925 კვადრატულ მეტრამდე გაფართოვდა აღნიშნული ზონა. აქაც 18-დან 26-მდე გაიზარდა საპასპორტო გამშვები პუნქტების რაოდენობა. აღნიშნული ზრდა აქამდე შენობის უფუნქციო ტერასების ტერმინალის შიდა სივრცეში ინტეგრირების ხარჯზე განხორციელდა. ტავ-ჯორჯია უკვე 20 წელია საქართველოში ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებში განხორციელებული ჯამური ინვესტიციების რაოდენობა $227 მილიონ აღემატება. მარტი ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით ყიბულის მუნიციპალიტეტში სოფელ გელათის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა ტყის მნიშვნელობის, მისი მოვლა აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად 21 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დარგეს, რომელთა მოვლა პატრონობაზეც თავად იზრუნებენ. დარგვის აქციას ქუთაისის ტყის ცენტრის ჯადოსნური სამყაროს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები შეუერთდნენ. ტყის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანი ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. 21 მარტი არის ტყის საერთაშორისო დღე, რომელსაც ხელი სოფლიო აღნიშნავს. ჩვენ დღევანდელი დღე აღნიშნეთ გელათის საშუალო სკოლის მოწაფეებთან. მთავარი მიზანი და ამოცანა სატყეო სააგენტოსი არის ჩაუნერგოს მომავალ თაობას ტყის სიყვარული. საზოგადოების გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. როგორც ვიცით, 21 მარტს მსოფლიოში აღინიშნება ტყის საერთაშორისო დღე. აქედან გამომდინარე, გელათის საჯარო სკოლაში დღეს დაირგო სულ 21 ნერგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის სკოლისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, სკოლაში არსებული ეკოკლუბებისთვის და ზოგადად რეგიონისთვის. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ნერგების მოვლა პატრონობაზე და ჩვენს შევეცდებით ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ რადიკალიზების მიზნების შესრულებაში კიდევ სხვა საინტერესო აქტივობების განხორციელებასთან ერთად.